ძვირფასო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი სავანელი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. გადაცემის წარმომადგენელია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. მოგესალმებით გიორგი, არ მოგატყუებ, რომ სულ მინდოდა შენი ჩემს გადაცემაში მოწვევა. ხო, უბრალოდ ხან რაღაც ამბები მთხოვდა, ხან ისე მთხოვდა, ხან ისე მთხოვდა. ეს საკმაოდ მაღალი ადამიანი ყოფილი ხარ ცხოვრებაში. მე ხო ხტები ახლა ეკრანზე ხო არ ეთყობა რა, რამხელა აბსიმაგრე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოსვლა. ნუ პირველი ალბათ უნდა დავიწყოთ ცოტა აქტუალური თემები, იმიტომ რომ ძირითადად ანუ შენ პროფესიას ფაქტიურად ჩამოშორებული ხარ აი ამ ამბების გამო, ხო? ჯერ მარტო რა ვიცი, ჯარიმები, უკვე ისეთი ანუ რაღაცა სისტემატიურია, რაღაცა თითქოს ყოველდღე ადამიანი თითო ჯარიმას ელოდება, ხო? ეს შენ შემთხვევაში რამდენი ჯარიმა გაქვს? 2. ჯერჯერობით 2. რას გეუბნებიან? აი მოგიტ 5000-იანი მოგიტანეს, ხო? და რა დაწერია რომ გადაკეტე გზაა? გზა ძირითადად ვკეტავ პარლამენტთან, ოღონდ ყველა საოცრება ის არის რომ ორივე ჯერ როცა მომიტანეს იმ მომენტში პარლამენტთან როცა მივედით უკვე გადაკეტილი იყო. ერთხელ იყო უკრაინის მარში და მარშმა გადაკეტა მთელი რუსთაველი და მივყევი მარს და მეორე იყო პაატა ბურჭულაძის იუბილეზე, სადაც ოპერასთან ვიდექით, მე მგონი 11-ის ნახევრამდე სანამ ბატონ პატას ველაპარაკეთ უამრავი ხალხი და უკვე რუსთაველი გადაძაძგილი და მანამდე ჩემი მოსწავლეებმა ჩამიგდეს, რომლებსაც სასამართლო ჰქონდათ იგივე ამბავზე, ვიდეო მტკიცებულებაში სკრინი, სადაც გავირჩევი რომ მათთან ერთად ვდგავარ. ორ ადამიანს და ორი ვიდეო აქვს, სადაც მართლა ვდგავარ რუსთაველს და იმ დღეებზე არ მომივიდა ჯარი. იმებს ელოდები. და სასამართლო პროცესები, აი შენ შემთხვევაში როგორ შენ შემთხვევაში ხო იმართება, ხო გქონდა სასამართლო პროცესი? ჯერ არ მქონია. ჯერ არ მქონია, ხო აკვირდები ზოგადად სასამართლო პროცესებს, ხო? აი ხა ჩვენი გუნდის წევრიც ონისეც დაჭერილია და ნუ აი რაღაცა თითქოს აი რაღაცა რეჟისორი რადგანაც ხარ, როგორ მიმდინარეობს ეს სპექტაკლი შენი შეხედულებით? როგორ მიდის? ხო დრამატურგია ხო არ ირღვევა სადმე ან ეგეთი? დრამატურგია ძალიან საინტერესო და აქვთ აწყობილი. ყველაზე მთავარი არა აქვთ, ანუ კვანძის შეკრა არა აქვთ. რითიც უნდა დაიწყოს საერთოდ დრამატურგია. იმიტომ რომ არაფერი, ანუ ედავებიან ადამიანებს, ხო, იმაზე, რაზეც ფაქტობრივად მართლები არიან, ხო? ანუ კვანძი ვერ იკვრება ის, რომ ჩვენ ქვეყანაში რაღაცა დიდი დრამა ვითარდება, რომელშიც კვანძი შეკრულია და უკვე კულმინაციისკენ მივართ ერთია, მაგრამ თვითონ პროცესში, ანუ მთავარი ამბავი არ არის. და ამიტომ არის მერე არის თქვა ანანიზმი, ხო? რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ თავი კონფლიქტი თუ არ მოხდა, ხო ადამიანს არ დაუშავებია, რაღაცას აბრალებ და მე ამ დაბრალებაზე რაღაცას თამაშობ. ისე ქონია სასამართლო შენ პირადი, ანუ რო კი, შარშან ხო სახელმწიფო გადატრიალებას გვაბრალებდნენ. შენ გაბრალებდი? კი, მათ შორის მე წერდა. როგორი იყო სასამართლო სახელმწიფო გადატრიალებას მე გავაგზავნოთ საუბარი. მოსამართლე ძალიან რაღაც ცისფერთვალება, ესეთი გამხდარი კაცი იყო, ოღონდ ან ძალიან ზარმაცი იყო, ან ძალიან დაღლილი, იმიტომ რომ სახელი ისე გამოაცხადა ძლივს გავიგონეს საერთოდ რა იყო. მე ჩამოყრნობილი აესე ზის და გვისმენს. საერთოდ არ აინტერესებს არაფერი და რო დამთავრდა პროცესი გავიდა, სანამ კარებში გავიდა და უკვე მანტიის გახსნა ქონდა დაწყებული, რომ ეთყობა სადღაც ეჩქარებოდა, ამ პატაკის ჩავარება ან რაღაც ჩაატარა ეს პროცესი. ხო სულ მაინტერესებს ხოლმე ანუ მოსაფიქრებლად რო გადიან საათობით მაგ დროს მოსამართლე რას აკეთებს ანუ საინტერესო არის ისინი ხო ფიქრობენ ისინი ხო მუშაობენ განსაკუთრებით რამე არ დააშავონ აი მაგას რამე არ დააშავონ იქ ვისაც ემორჩილები და ეხლა მითხარი შენ სახელმწიფო გადატრიალებას ფაქტიურად გედავებოდნენ დაკითხვაზე გატარებდნენ ხო შენ გიორგი სავანელს ჰქონდა ჩაფიქრებული ამ სახელმწიფოს გადატრიალება საიდან დაიწყო თვითონ ეს საფუძველი საიდან არის ანუ საიდან რითი დაიწყო გამოძიება რა ანუ რა იყო პირველი ის ხო ნუ აქ ძალიან მარტივად იყო საჯაროდ გამოცხადდა
ერთკვირიანი ტრენინგი USAID-ის დაფინანსებული, რომელსაც კანვასი ატარებდა კულტურის სფეროს წარმოადგენლებისთვის, მშვიდობიანი პროტესტისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაც ქალბატონი თეწოლუკიანი მოვიდა, მას შემდეგ კულტურის სფერო აქტიურ პროტესტშია და როგორც საერთაშორისო მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აძლიერებს, ამას პრინციპულად ვამბობ, გამოაცხადა ეს ტრენინგი და იყო მიღება, ვისაც გქონდა სურვილი, ჩვენ შევავსეთ ღიად ყველაფერი შევავსეთ განაცხადი, რატო გვინდა, ვინა ვართ, რა ვართ, მივიღეთ აგვარჩიეს იქი და რაღაც 20 ადამიანამდე ვიყავით. ხო, ესეთი ძალიან რაღაც წესიერი, მე მგონი ზედმეტად მოკრძალებული ხალხიც კი, რაღაცა კინომცოდნე, თეატრცოდნე, გამომცემელი, მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, აი ასე ვისხდით, რაღაც ძალიან პატიოსნა და ორი სერბი ადამიანის ტრენინგს უსმენდით ერთი სიტყვით და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყველაფერი ჩაფიქრებული ქონდა იმისთვის, რომ სახელმწიფო გადაგვეტრიალებინა. თანაც ვთავრია, ჩვენზე მეტად დელიკატურები იყვნენ ეს ტრენერები, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიტყოდით მაგალითად, რომ აი ხა თუ პროტესტია, რაღაცა მოდი ეს მოვიფიქროთ და აი ეს ორი სერბი კაცი, ნო, რაღაცა იწყებდა ყოველს, რომ ეს გადადის რაღაცა დისკრედიტაციას და იმიჯის შელახმაში, თქვენი ოპონენტის რაღაცა და ბურჯები რაზეც დგას ეს რაღაც სამოქალაქო საზოგადოების მშვიდობა, მესამე ბურჯიდან მეოთხე ბურჯამდე რაღაც შუალედი ირღვევა რაღაც და მეხსნიდა როგორ არ უნდა გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. და თორმე აი ეს ყოფილა სახელმწიფო გადატრიალება. აი ხო, სახელმწიფო გადატრიალებას. ხო. მაგრამ აქ ახლა თვითონ რასაც უყურებ ხო ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უფრო აი ამ აქციებს რაღაცა უკვე ცინიკურად აფასებს ხო? ანუ რაღაცა ამორფული მასა დადის და რაღაცა ისეთ რაღაცებს ამბობს ხო? ანუ ან კიდე ეს რომ მარშებზე ერთი და იგივე ადამიანები გამოდიან. ხო, მარშები, ბევრი მარშები იყო. ამ მარშებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა რაღაცა პროტესტის და ადამიანების გააქტიურებისთვის და მე ზამთარში ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ დგომა ჭირს და რაღაც რომ მოძრაობდით, რაღაცა ხურდებოდით, რომ თლად არ გავყინულიყავით ერთი სიტყვით. და ნუ იყო უამრავი მარში, ხო? და ახლა თითო ადამიანს გვაქვს რაღაცა რამდენიმე საქმე, ზოგს რამდენიმე პროფესია, რაღაცა მაიდენტიფიცირებელი, ხო? ნუ რა თქმა უნდა, თეატრის მარში იყო, ვიყავით რაღაც მთლიანად კულტურის მარში იყო, ვიყავით კინოს მარში იყო, ხო? ტელევიზიაშიც მიმუშავე რაღაც დოკუმენტური ფილმები აქვს გაკეთებული საქართველოს რეგიონებზე, კინოს მარშზეც ვიყავით, რა თქმა უნდა. მერე იყო მასწავლებლების მარში და 19 წლიდან სხვადასხვა სასწავლებელში პროფესიულ სასწავლებელში და უნივერსიტეტში ვასწავლედი თეატრალურში და იქაც ვიყავი. მე რაღაც ჩოცოდეს მარში იყო, ეხლა ვიფიქრე, წავიდი არ წავიდი, ანუ ორ სერიაში ვარ ნამყოფი. იქაც წავედი. კახელების მარში იყო, დაახევრათ კახე, ეხლა კახელების ქართულ კახელი ვარ, ქართლებისა ვერ დამემთხვა, იმიტომ რაღაც რომელიღაც მარში დაემთხვა აღარ მახსოვს. ერთ სიტყვით ვიარეთ რაღაც ბევრ მარში, მამების მარში იყო, ვიყავი და ნუ ერთი სიტყვით რა, ბევრ მარშზე ვიყავი. ხო და ეხლა გამოცხადდა მუსიკოსების მარში. და ჩვენმა მეგობრებმა რაღაც კონსერვატორიდან გთხოვეს, რომ ხო მოხვალთ რაღაცა ჩვენთან რაღაცთან გაერთიანებული ვართ, რაღაცა კულტურის დიდი ჯგუფი, მე ვთქვა რაზეა ლაპარაკი მოვალ. ეხლა მივდივარ, მაგრამ ახსენდება რა კობახიძე რომ ეს ერთი და იგივე ხალხი დადის ამ მარშებზე რა, თან იცვლიან რაღაცა მართლა გამოწი, იმიტომ რომ დღეს ითქო სხვა ტემპერატურა იყო, საღამოს სხვა, ამიტომ გვეცვა რაღაცა, მიქონდა მეორე პალტოვან კურტკა, რომელსაც საღამოს ვიმატებით. ეხლა უმტკიცა კობახიძეს, რომ გადასაცვლელად არ გაკეთა უბრალოდ ტემპერატურის. ნუ კარგი, ესეც დავიკიდეთ ერთ სიტყვით და მივდივართ მუსიკოსების მარშზე. და ამ მარშების დროს ხო რაღაც მოდიან ტელევიზიები, თქვენი ტელევიზია, ძირითადად ოპოზიციური ტელევიზიები, რაღაცა აბა რატო ხარ აქ რაღაცებს გეკითხებიან. და ეხლა ვფიქრობ, რომ აქ რომ მივალ, ეხლა რაღაცა ხომ უნდა ვთქვა, რატო ვარ აქ, თქვათ თუ მკითხეს. ოღონ იმ დღეს არავინ არ მოდის ერთს. არა და მინდა რომ მაინდაბაინც იმ დღეს ვკითხონ, რომ რატო ხარ მუსიკოსების მარშზე და შეხება მეკუთვნის. ოღონ ზუსტად ვიცი რომ მეკუთვნის. ჩემი დიდი ბაბუის ბიძა, ხარლამპი სავანელი, არის საქართველოში პირველი პროფესიული მუსიკალური სასწავლებლის დამაარსებელი, რომლის საფუძველზე შემდგომ ჩამოყალიბდა კონსერვატორია. როგორ შეიძლება ხა არ მეკუთვნოდეს მე იმისი ძმის შვილიშვილის მუსიკოსების მარშზე მისვლა და აი ეს უნდა თქვა რომ თუ რამე კობახიძე იტყვის აი მე მტკიცებული მაგ რატო არ მოდის არც ერთ ტელევიზია ბოლოს რაღაცა უკვე დაიძრა და ხედა აჭარის ტელევიზია დაიძრა და კი არ მომეწონა ხა აჭარის ტელევიზია დაიძრა რას იზავს რას დაჭრის რაღაც და რა ნუ მე ხო ამიტომ რა რეჟიმია დავამხავ ჩვენ გავემარჯვებთ რაღაცა და ბოლოს ვეუბნები
აი ეს არ უნდა ამოჭრათ და ვუყვები ბაბუა ჩემის ამბავს რომ რატო ვარ რომ მე მარტო ჩემი სახელით კი არ ვარ მე ჩემი დიდი ბაბუის ბიძის სახელით ვარ რომელმაც საქართველოში დაარსა პირველი პროფესიული მუსიკალური სასწავლებელი და უცებ მეწყება ღიმილი და ეს გოგო მიყურებს და რატო მახსენდება ქეთი დოლიძე რომ ყვება ჩემი სიკო დოლიძე ჩემი რაღაც ფატიმა და ზუსტად ქეთი დოლიძე ჩაუტარე თანავე არ უნდა მოჭრათე აბახიძე ნახატუ არა აღარ ვიცი ყოველ შემთხვევაში მე ხომ მქონდა სრული ლეგიტიმაცია რომ ყოფილიყავი ამ მარშზე კაი ხო მაგრამ იცი რა უნდა გითხო მართლა რადგანაც თქვი რომ ქართულ კახელი ვარ თვითონ გვარი სავანელი აი ქართლური გვარია ხო აი ხო მომიყევი ამ გვარის შესახებ რა ნუ ხო გვარის შესახებ რამდენიმე ვერსიაა პირველი ის რომ დღესაც ვამაყობ ხოლმე ნუ ნახევრად ხუმრობთ რომ ცისფერსისხლიანები ვართ ჩვენ ქართლის თავადაზნაურობისგან განსაკუთრებით ამ თებას ვერ უძლებს ჩემი მეუღლე იმიტომ რომ ის იბერელი გლეხია ერთი სიტყვით და ამიტომ აქ დიდი ჯახი გვაქვს ხოლმე ოღონდ რა ეს სოფელი არაფერი აღარ გვაქვს იმ სოფელში რა თქმა უნდა მაგრამ ვიცი რომ ეს სოფელი სავანის ზუბანი არის ხაშურთან ქვიშხეთის კიდე თავზე არის უსაყვარლესი სოფელია და ჩემი შვილი პატარა რო იყო და ამ ბორჯომში ან სურამში ვისვენებდით ხოლმე შანსი არ იყო არ ჩავსულიყავი ჩემ სოფელს და ჩემი მეუღლე ვეღარ იტანს უკვე იქაურობას მე მანქანა არ მყავს არც მართვა ვიცი არ მანქანაში ვიცი კარის გამოღება ჩაჯდომა მეტი არაფერი აბსოლუტურად ერთ-ერთი ოღონდ იქა რაღაც ცუდი გზა ან რაღაც ჩვეულებრივი ტრანსპორტი ან რაღაც ტაქსი ვიქირავეთ მივედით სოფლამდე და ეხლა უნდა შევუყვათ ჩემი სოფლის გზას და ხდება ვიღაცა თანასოფლელი ადამიანი და უცხო ადამიანი ნახა პატარა სოფელია და სად მიდიხართ გვეკითხება ეხლა მე ხო ვერ ვეტყვი რაღაცის და ასე სანახავად არა და განსაკუთრებული ხარ რაღაცა ისეთი ღირსშესანიშნაობა არაფერი არა ერთადერთი არის ეკლესია რომელიც კი ჩემმა დედმა ბაბუამ ააშენა მაგრამ ეხლა ის ეკლესიაც არ არის რაღაცა ვალავერდი რომ იქ მიხვიდი ასე სანახავად ხო ნუ მე ხარ ეს არის ჩემი ბაბუის სავანელი ხართო მე ხარი დიახ ძალიან ასე მოკრძალებულად ეგენი იცი რა თავადები იყვნენ ბატონები კი არა ჩვენი პატრონები იყვნენო და გავიმართე და ესე გადავხედე ჩემ მეუღლეს რომ ანუ კი რამეს არ ვიგონებ რაღაც ოღონდ ჩავედით სოფელში და ძალიან მოკლედ მომყვები შევედით ცენტრში და დასწყო წვიმა ოღონდ წვიმა არის რაღაცა უბედური შევეფარეთ იქვე არის ასევე ჩემი დიდი ბაბუის აშენებული სკოლა რაღაც გადახურული ნუ როგორც იქნა გამოვიდა და ეხლა მე ოღონდ ზუსტად ვიცი ის ადგილი 90-იანებში სადაც მოგცეს ის მიწები რომელიც არ დარეგისტრირებული გვაქვს არაფერი მაგ მხრივ ზუსტად ქართლური ფუქსავატური თავადობა გამოიჩინა ჯერ კიდე მამაჩემ მაგრამ ზუსტად მახსოვს ეს ადგილი სად არის და იქვე არის გაშენებული მუხნარი რომელიც ასევე ჩემი დიდი ბაბუის გაშენებული ხელოვნური მუხნარი მივდივართ იქ ოღონდ გადაიარო რაღაცა ტყე ამ წვიმისგან არის კატასტროფული ტალახი ესე იგი ამ ტალახში ამოვიგანგლეთ რაღაც ოღონდ იმ სისქე ტალახი აეკრა რომ აი რაღაც პლატფორმებზე მივდივართ უკვე ერთ წელს ჩემი შენ პატარა რაღაც 6-7 წლის არის ეს თანაც მიჭირავს ამის ფეხები მომედება ტალახიანი რაღაც და ნუ აი რაღაცა საშინელი შესახედავია თავაც კი არა რაღაც იმას გავართ ერთ ოღონდ შევედით ამ ჩვენ იმაზე და აი კაც გავიმართეთ ამ პლატფორმებზე ტალახიანი ბავშვით ხელში რაღაცა აი აქ იყო ჩვენი მიწა მეუბნები ნუ ის მე რაღაც რამდენი ჩავდივარ სადღაც იმ სივრცეთ წელს ხوار წავალ ბაბუაშენის სოფელში პირველი ეს არის წელს ხوار ჩავალ თვითონ რა უნდა გითხო თვითონ გვარი სავანელი ხო ანუ ერთი ვერსია რომ მე-18 საუკუნეში იტალიიდან მისიონერებს რო აგზავნიდა პაპი მას იქიდან ჩამოვიდნენ და შემდეგ ერეკლეს კარზე და ერეკლემ მისცა ეს მიწები სადაც აი ახლა ამ ჩვენ სოფელში და მეორე ვერსია რომ იტალიურ ოპერას ჩამოყვნენ სავანელები მუსიკასთან მე-19 საუკუნის კი 40-იან წლებში და ესეც ასევე იმპერატორის ბრძანება უკვე დაპყრობილი ვართ ამ პერიოდში 1850 წლით დათარიღებული თავადაზნაურობის არის მთელი ნუსხა თავისი ტიტულებით ეს ნანახიც მაქვს მე თვითონ სადაც ასევე არის მოხსენიებული ჩემი გვარი და ემზარჯგერენაიას უყვები რაღაც
სწორედ რაღაც გადაცემაში ვიყავით და რაღაც გვარზე მკითხა რაღაც და ის მეუბნება იტალიურ ვერსიას მიაწაკი იტალიურს. იცი რა არის ისეთი შეკითხვა, აი ხმა გაქვს ძალიან დიდი. ხო სწორად თქვი, ანუ იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეხლა მაგალითად შენ ეხლა ნუ რაღაცა ისინიც მაქვს შენი ჭხუბები ნანახი ტელევიზორში, ხო? ანუ ეს ხმა, ნუ ძალიან ბოხი და ესეთი ხმა გაქვს. ამის გამო საყვადურსაც ვიღებ, რომ რაღაცა ნუ სახლშიც ვიღებ სხვათა შორის, რომ ნუ ყვირი ხარ, მშვიდად გველაპარაკე, გვესმის, მაგრამ ხანდახან იცით, შველის ჩემი ხმა მინდა გითხრათ. მე მეშინია ძაღლების სახლის არ ქუჩის ძაღლების მეშინია სხვათა შორის და სიღნაღში გვაქვს რაღაც პატარა სააგარაკო სახლი და მე ერთხელ იყო რაღაც მივდივარ ქუჩაში და რაღაც ესეთი მაზალო ძაღლი აშკარად ამეკიდა. თან ესეთი რაღაცა შეფარულად აგრესიული ძაღლი არ იყეფება არაფერი, მაგრამ აშკარად რომ მოგდევს რა. მივდივარ, დაუჩქარებ, ისიც აუჩქარებს. თან ეს რაღაცა ესეთი ძალიან მიზანმიმართულად ხდები. ეხლა მახსენდება რომ რაღაცა ჩაჯექი რაღაცა არ გაინძრება, კაი ჩავჯექი არ გამინძრება, ამ ჩამჯდარს და არ განძრეულს რომ ეცეს ეს ძაღლი, ეხლა მე რესად მივდივარ რაღაცა. და გამახსენდა და უცებ გავჩერდი, მოვტრიალდი და მთელ ხმაზე ამძალ. ოღონდ მართლა აი ძაღლი ხო მოდის, უცებ გაჩერდა. მოტრიალდა და იგივე ტემპით წავიდა უკან ეს ძაღლი. ჩემზე გიჟია ეხა რაღაცა არ ვიქნა. გააგზავნა. აი რაღაცაში ეს ხმა მშველის კიდეც ასე. ხო, კიდე თემას ძალიან ახსენე, რომ ანუ ეს აქციების პერიოდი ძალიან ესეთი ცივი გამოდგა, ანუ ყინვა იყო სასწაული, ხო, ანუ კი. ხო, ერთი მხრივ მარშებმა გვიშველა, მაგრამ ნუ მარშებიც ბოლომდე ვერ შველოდა, ხო. ძალიან სასაცილო იყო დეკემბერში სალომე ზურაბიშვილმა რაღაც სამოქალაქო საზოგადოება შეკრიბა და იქ ვიყავით, ოღონდ სულ ყველა ვიყავით პროტესტის რაღაც აქტიური მონაწილეები, ვინც შეკრიბა რაღაც სასაუბროდ და მივდივარ ბედნიერები, რომ იქ გავთბებით ცოტა ხანი 1-2 საათი მაინც ხო რაღაც ვილაპარაკებთ, ახლა ერთი 30 კაცი ვართ და მე ამ 2 საათი ცოტა გამწრები, კიდე კარგად გავძლებთ და შევედით დარბაზში, დავსხედით, შემოვიდა ქალბატონი პრეზიდენტი, დაიწყო საუბარი და რაღაცა გვეწყება შეშმუშნა. ნუ გარედან შესულება ვერ ვიგრძავნით, მაგრამ აშკარად ცივა სასახლეში. ნუ ცოტა მერე ვიღაცა ის დაიწყო. რამდენიმე ქალბატონი ადგა ჩავიდა იქ დასასთან ამოიტანა რაღაცა მოისხეს ძალიან კულტურულად ხედავენ, ჯერ არავინ არ იმჩნევს. ნუ გავიდა 1 საათი, საათნახევარი, ოღონდ აშკარად ცივა, ძალიან ცივა. და ბოლოს ნინო ქათამაძე არის და ეუბნა ქალბატონ პრეზიდენტი, ნუ კითხვებს უსვამთ და ნინო ქათამაძე მეცსა ძალიან ეთეუბნება ქალბატონი პრეზიდენტი და პირველი რითი იწყებს. თქვენთანაც ხوار ჩაჭრეს უკვე გაცბობა. მართლა იყო ჩაუიჭრე. იცით როგორ ციოდა რაღაცა აი ეს რაღაცა ილუზია რომ 2 საათი დღეს შუალედში გავწევ. თან მაშინ ჯერ ის არ არის რომ კაფეებს დაწყებული აქვთ ეს რაღაც რომ შეგვიფარონ რაღაცა ჩაით მაინც გაუმასპინძლეთ რომ იყოდნავ სიტყვაში მაინც ჯერ ეგ ეტაპი არის ჯერ აი ეს ეტაპია რაღაც ტიტუშკები რომ დაგვდევენ და რაღაც ხალხს თავზე ახტებიან და რაღაც საშინელება და ის აი ეგ პერიოდია და ერთ სიტყვით ისიც ჯაგოშა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე გამოცდილება მქონდა ყინვის გაძლების, რომ თბილისის თეატრებისგან თან პარალელურად რეგიონის თეატრებშიც მიწევდა მუშაობა და დადგმა და აქედან ეს გამოცდილება მაქვს დმანისში უმძიმესი გამოცდილება იქაც იქ ოღონდ ბოლო პერიოდამდე მასე იყო სცენაზე კატასტროფული ყინვა იყო, იმიტომ რომ აი რო ხედავ რომ აი გვერდზე პარტნიორი რო გიდგა სცენაზე, აი როგორ კანკალებს. ის კი არა რომ ცივან რაღაცა დახორკლა, უბრალოდ კანკალებს, ვერ ჩერდება ისეთი სიცივე იყო. კოცების რეჟიმი ხო ძალიან კარგად იცის ყველაფრის კეთება. დააყენეს გათბობა თეატრში. რაღაც ნუ უზარმაზარ დარბაზში რაღაც მინიმალური, მაგრამ დააყენეს და ძალიან ამაყები არიან რომ თეატრს აქვს გათბობა. და ეს გათბობა არ ათბობს, მაგრამ აი ოდნავ მოტეხავს სიცივეს. ოღონდ ყველაზე მთავარი რა გააკეთეს ის თუ ანუ მორიგე სინათლეს რო ეძახის, აი რეპეტიციის დროს რო გვინთია, სპექტაკლის დროს რო უნდა გამორთო, რომ მე განათება ჩართო. გათბობის ხაზი დასვეს მორიგე დენზე. ანუ სპექტაკლის დროს მორიგეს რო თავ გათბობაც ითიშება.
ამაში გადაიხადეს თახა, იყიდეს გაცმობა 20 სპექტაკლის დროს, ანუ მაყურებელი ვერ იყენებს ვერტმება. იმიტომ კრება ის სინათლე. კრება გაიძ სინათლესთან ერთად, აი მორიგე სინათლეს სპექტაკლს ხო არ ითამაშებ, ხო? კოსმა ეგეც კი მოახერხეს. ოღონდ მაგაზე სხვა ჯერს გასტროლებზეც ბევრი გვიბლია და წყალტუბაში გააკეთეს იგივე, იქაც გასტროლზე ჩავდიოდით, ილიაზე გქონდა სპექტაკლი და გითხრეს რომ ჩვენო ახალი განათება გვაქვსო და კარგად დაგხვდებითო წყალტუბოს კულტურის სახლმა და ვა ვიფიქრეთ ახლა რაღაცა განათება, კარგი ახლა რეგიონში ჭირს ახლა კულტურის სახლებში და ჩავდივართ რაღაც იმით რომ ახლა განათება უნდა დაგხვდეს კარგი. ოღონდ რა ქნეს, ანუ აქაც რაღაც ტენდერი გამოაცხადეს, ვიღაცა მიმუშავა ის, ოღონდ რა გააკეთეს, განათების ჩამრთველი არის 4 ადგილას. სცენის მარჯვენა მხარეს, სცენის მარცხენა მხარეს, პარტერის წინ და დარბაზის ბოლოში. ანუ 4 განათებელი უნდა ერთ სპექტაკლს რო როგორმე აი ეს მართოს. მართლა არ ვაჭარ. ეგ იყო 2017 წელი იმის მერე არ ვიცი გამოასწორეს თუ არა. რომ უთხარით რომ ეს ვინ გააკეთა ვინმესთვის გეკითხათ მაინც და რავა უკმაყოფილო ხართო თან გვეუბნებია. ანუ ახალი განათება აქვს და ბოლოს განათებელი ყავდა ერთი წაყვანილი რა. ის დავაყენეთ ბოლოში, რადისტი წინიდან უთხარით რომ შენი ჭირიმი აი აქ რაღაც სპექტაკლი ხო იცი და აი ეს და დანარჩენების სცენაზე მსახიობები რაღაც ჩაჭარდა ბიჭო ის ვიღაც ჩარდავდა მეორე შესვლა რო ქონდა იქ აი მასე ასწრე ანუ 4 კაცი უნდა და რომ სპექტაკლი წაგეყვალა განათები. ანუ ნახევარი მსახიობები განათებას განათებას ითავსებდნენ რომ კი. კაი. იცი რა უნდა გითხო, შენი ძირითადი თემა რადგან უფრო ხშირად გამოდიხარ ხოლმე, ეს არის საოკუპაციო თემატიკა რა, ანუ ხშირად გიწევს ხოლმე აი ადგილობრივად ან სადაც დევნილები არ ჩასვლა, ხო? ანუ თვითონ ხელისუფლებას ქონია რაღაცა სურვილი, ანუ რომ თქვენთან ერთად რაღაცა ხო, საოკუპაციო თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მტკივნეულია და მართლა ერთ-ერთ ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვისაც ერთ-ერთ პირველ გამოწვევად და ბევრი პრობლემის სათავეს მიმაჩნია. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ აი ამ დევნილთა დასახლებებში ამ განათლების და კულტურის დონის თუცნობიერების ამაღლებას და ძალიან ბევრ დასახლებაში ვართ ნამყოფი. რაც შეეხება სახელმწიფოს დიდად არ ვთხოვთ და არც ვაწუხებთ ამ თვალსაზრისით, ნეტა ხელი არ შეგვიშალონ მეტი ამათ არაფერს არ ვთხოვთ. მაგრამ ნუ პირველ ეტაპზე ჯერ კიდე ილუზიები რო გვაწუხებთ და ვთხოვდეთ ხოლმე, ნუ აი ტრანსპორტირება იქნებ უზრუნველყოთ და არის ერთ-ერთი ასეთი დასახლება ფრეზეთი, ეს არის ნატახტრიდან რო გადაუხვევ ფაზი, ადიხარ რაღაც ზევით და ნუ ძალიან მძიმე მეტეოროლოგიური პირობებია იქ და აიქაც კი ჩავედით ერთ სიტყვით და აი ეს ერთ-ერთ ჯერზე რომ ვთხოვეთ ტრანსპორტიდან, რა თქმა უნდა ტრანსპორტი სად გქონდათ ეხა რომ რაღაცა ეხა ტრანსპორტი გამოიყოთ რომ რაღაც ჩავსულიყავით, ნუ ესეთ ჩვენ თვითონ უზრუნველყავით და უბრალოდ ვთხარით რომ ნუ სამინისტრო წამოვიდეს რომ ნახოს რომ თქვენ ბენეფიციარებთან აი რა აქტივობას ვატარებთ და თან ის იმ ხალხისაც მნიშვნელოვანია რომ ნუ რაღაც სამინისტროა და ისიც ჩართულია რაღაც ყურადღებას ერთ სიტყვით და ვინა მინისტრი მაშინ? სოზარ სუბარი იყო მინისტრი, დარეკა აპარატიდან თუ ადმინისტრაციიდან ვიღაცამ და თქვეს რომ მინისტრი არა, მაგრამ მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე წამოვაო აუცილებლად. ნუ ძალიან კარგი წამოვა, კი ბატონო. მიერეკავს ვიღაცა დილით რაღაც მაშინ ვარ რაღაც მანქანაში ვალაგებ, ის არ დაგვრჩეს, ეს არ დაგვრჩეს მთელი ამბები და ვიღაც რეკავს, აი ხა რა დროს ეგ არის, ავიღე ისა, გისმენთ ვინ ისა, მეო სამინისტროდან რეკავ. გისმენთ რა გნება. მე ვარ რომ მინისტრის მოადგილე ფანსულა რაღაცა ერქვა ამ კაც აღარ მახსოვს ძღოლიო გისმენთ რა გნება თქვენო როდის გადიხართო მე ვთქვა რა ახლა ჩვენ ვემზადების უნდა გავიდეთ იქ მოვაწყოთ რაღაცა ისა და რაღაცა შეიშმუშნა და რა ხდება რა პრობლემაა მეთქი ვიფიქრეთო წამოგყვებოდითო ეხლა ვიფიქრე მანქანა მე რატომ უნდა წამოყვეს მე იქ ვთხოვე მანქანა ეხლა ჩვენ მოგყვება იცითო მანდო ჩვენ არ ვართო ნამყოფიო და თქვენ რო წახვიდოდითო გზად გამოყვებოდით ბარემ თქვენო
მინისტრის მოადგილე ნავყოფი არ არის დასახლებაში, სადაც ჩვენ ჩავდიართ რაღაც პატარა კულტურის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც გავს და მე და რაც ვთქვი, ვერ ხვდებიან რომ არ უნდა იკითხონ. ანუ რა ვიცი, რუკა ქენი რა ბოლოს ფურცელზე რუკა აიღე, რაღაცა მეფში მოძებნე, რა ვინმეს გზაზე ტრასაზე კითხე. აი რაღაც. ანუ მინისტრი დევნილების დასახლება არ იცოდა სად იყო. არ იყო ამ დევნილთა დასახლებაში ნამყოფი. ეს არის ხო 2016 კი არ არის აი უკვე როცა მართლა გადარეჟიმდა და მართლა ტოტალ 2016 წელია ის ჯერ კიდე. ო, სასწაული ამბავია. ხო. ასე რომ ძალიან კარგი საღამო გამო. ხო გითხარიო, კაი საღამო გამოგივა თქო. ხო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებები მინდა გისურვო ყველაფერში. გიორგი, უღრმესი მადლობა. გიორგი სავანელი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. მადლობა. დიდი მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.